Kurier 9 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება რუსული ბეჭდით დამოწმებული დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი, რომელიც რუსი მეცნიერების დასკვნებს აბათილებს. მე-18 საუკუნის დათარიღებული წყალობის სიგელი ცოტა ხნის წინ ხუბში ერთ-ერთ ოჯახში შემთხვევით იპოვეს. გრიგოლ ლორთქიფანიძის ხელნაწერის აღმოჩენის შემდეგ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ კათოლიკოს პატრიარქი სწორედ ხობის მონასტერშია დაკრძალული. კუთხოვან აფხაზეთისა, იქ დასწია კიდევ ახლად აღმოჩენილი ხელნაწერი, რომლის გაშიფრვასაც მეცნიერები და ისტორიკოსები ცდილობენ, გრიგოლ ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაწერილი წყალობის სიგელი მე-18 საუკუნის პირველი ნახევრის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას ასახავს. წერილი კიდევ ერთხელ უარყოფს რუსი ისტორიკოსებისა და მეცნიერების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 3 საუკუნის წინ ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდნენ. დოკუმენტი რუსული ბეჭდითაც დამოწმებულია. მტკიცებულება ზოგიერთი რუსი და აფხაზი მეცნიერის თითქოს იქ ადრე არ ესახლა ქართველები და ესენი თითქოს მე-19 საუკუნეში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ გადაესახლნენ. იქ ეს არის აბსოლუტურად ზღაპარი. წერილი წლების განმავლობაში დაკარგული იყო, თუმცა ცნობები მისი არსებობის შესახებ ისტორიულ წყაროებში არსებობდა. კათოლიკოს პატრიარქის მიერ მე-18 საუკუნეში დაწერილი სიგელი ხობში არტემ შუშანიას სახლში ინახებოდა. მისი ისტორიული ღირებულებების შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. ერთი თვის წინ კი წერილი სკოლის მასწავლებელს არქივისთვის გადასცეს. დოკუმენტის მნიშვნელობა არ ვიცოდი, მე ვიცოდი, რომ ეთერ მიწაზე სკოლაში მუშაობდა, ქონდა კუთხე, სიძველეების აღმწერი კუთხე ქონდა და იმისთვის უნდოდა. თუ არა სხვა მეტი რისთვის უნდოდა, მე არ ვიცოდი. ხობის ტერიტორიაზე ასეთი დოკუმენტი, ასეთი დიახ, ამ კათოლიკოსის და ამ ტიპის დოკუმენტი პირველია. ბიჭვინთაში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსთა სატახტო რეზიდენციას გრიგოლ ლორთქიფანიძე ყველაზე დიდხანს და რთულ პერიოდში ხელმძღვანელობდა. ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნებისა და აფხაზეთში არსებული ტაძრების გადასარჩენად ის ადგილობრივ მთავრებს დიდ საფასურს უხდიდა. წერილის აღმოჩენის პარალელურად ხობის მონასტერში 5 საექსპედიციო ჯგუფი მუშაობს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ისინი ვარაუდობენ, რომ გრიგოლ ლორთქიფანიძე და კიდევ 4 კათოლიკოსი სწორედ ამ ტერიტორიაზეა დაკრძალული. მოიაზრება იმ ერთ-ერთ კათოლიკოსთაგან, რომელთა საცვალეც აუცილებლად ჩვენს მონასტერში, ხობის მონასტერში უნდა იყოს. სადაც ახლა ამჟამად სასახლის ნანგრევები გაჩანს, იყო საკათოლიკოსო სასახლე. გრიგოლ ლორთქიფანიძის ხელნაწერის აღმოჩენა სპეციალისტებისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კათოლიკოს პატრიარქის საძვალე სწორედ ხობის მონასტერშია. მისი ხელით დაწერილი წყალობის სიგელის შესწავლა კი დღემდე გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 მსჯავრდებული, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩააბარეს. შეწყალებულმა პატიმრებმა საპრობილეები უკვე დატოვეს. მერაბ მინდელი ქსნის დაწესებულებიდან გაათავეს.